აჰა. ესეც მოვივაჭრეთ. ამათ უკვე რაღაცები ნაყიდი აქვთ, მაგრამ მაინც წავედით. აჰა, მოვედით ბიჭებთან. ბენზინები გვაქვს, დიზელი გვაქვს. ზურა ხოდზეა. ორი კაცი დაგვრჩა. მე და გიო გავივრით ახლა. ჩავისვათ და წავალთ. არა აზური. ჰა? ეს არის ოფელი ჯანდარი. ზურა მოყვება უკან. ბიჭო სარკებზე დორნიკები არა გა. ასეთი კომფორტიც არ აქვს რა. გადმოუხვიეთ. ავა, ხანგრძლივი გაკეთებას აპირებენ. ამირანი, ლუკა. გიორგი. შეუპერეთ. აჰა. სურიგელა მაგვია რა. ამოვითქოს. გიო გადავიდა 4-ვედეზე უკვე. სურიგელა არ გადავა, კაი. სამხედრო ბაზა. ალგეთი ხო გიო? ხო, ალგეთი. სამხედრო ბაზა ალგეთი. აბა წავიდა გიორგი. ცოტა შეფერდა. გინდა მაგხელა კაცი ბიჭო რა თვითონაძე. აჩერდი. აი ახლა ფეხი გაზის პედალზე იგივეზე მიყავი. გაჭი ეხლა ხომ ეხლა ჯაჭი აჩერდი. არ ჩამიგერია და. იქ საგარეჯო და მოვიაროთ და რა პრობლემა იყო ამ თაზე სიარული. ოკეი. აი კიდე გროგი უნდა ვარ აი. და რო იმალება, მაინც რო იმალება. დავიძერდი კი რა მამა დავიწერა ის 13 წელი იმენა ხა. ო, ესეთი გარეჯელი იყო. 13 წელი მამაზე იცით რამე? ბავშვობაში გვაქვს წაკითხული რაღაცეები. ახალგაზრდობაში. ბიჭო ეს ისეთი სიტყვები თუ მოყვეთ, რაც მაგასურად კაროჩეები. ეგ არა უშავს. ის არის მოკლედ ესეთი სიტუაცია რა. ჩვენ მე 20 საუკუნეში დავხვდით. წინან ხომ მოვიდა ბიჭო მაცალე. ვიდი ნუ იმალები. ოდა. წინან შემოგვიტანა ქრისტიანობა, მაგრამ ესეთია რა, ანდრია პირველწოდებული შემოვიდა, იყო პირველად ეგ, ხო. ქრისტიანობა შემოიტანა, ილოცა, მაგრამ მაგას ქართველები გამოვდექით რაღაცა უნდობი ხალხი და არ ვენდეთ ანდრია პირველწოდებულს და მე ნინო შემოიტანა, როცა ოფიციალურად მივიღე ქრისტიანობა. ესეთი პრობლემა ქონდა ნინოს, რომ საქართველოში ჩამოვიდა წაკითხული ძირითადად გაგონილი ჯვარი იმიტომ მიიღო თიშობლის გაწმინდანინომ რომ პასუხი უპასუხა რომ მეო არ შემწევს რომ მაგდენი არის ძალა და არც ცოდნა რომ შევიტანო ქრისტიანობა რაიმე ქვეყანაშიო ეგო 12 მოციქულის დავალება და მისია იყო და მაგდენი ცოდნა გამოსილება მე არ მქონდა რომ ჩამოვიდა წმინდანინო საქართველოში ნუ თავისთავად მირიან შეხვდა ნანა შეხვდა და ეგ გეცოდინება თორემ როგორ მიიღე ქრისტიანობა საქართველოს მაგრამ პრობლემა ნინოს იმაში იყო, რომ ქრისტიანობა და საქართველოს იმაში იყო, რომ მივიღეთ ქრისტიანობა, მაგრამ არ ქონდა არანაირი ცოდნა. არც ნათლობის, არც ტაძრის მშენებლობის, წირვის ჩატარების, ანუ მაგ დონეზე ვერ განვითარდით. და ლეგენდის თანახმად 13 ასრულმა მამამ გადაწყვიტა საქართველოს შემოსვლა, იმიტომ რომ საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. და ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ წილხვედ ქვეყანაში, სადაც დიდი ისტორია ქონდა ქრისტიანობაზე, ქრისტეშობის მომენტიდან, სიდონიის პერიოდიდან საქართველოს ქრისტიანობასთან კავშირში ვარ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ შევიდეთ საქართველოში და შევიტანოთ ქრისტიანული განათლება, ასე ვთქვათ, მარტივად და ჩვენ ენაზე.
საქართველოში რომ შემოვიდნენ, დაიყო საქართველოს ტერიტორია, ყველა წავიდა სხვადასხვა რეგიონში, უმეტესად ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში. მამა დავითი, რომლის სახელსაც ხოშუდება ეს ტაძარი, დარჩა თბილისში. თაწმინდა ხოიცის და მამა დავითის მონასტერი, აი მაგ ტერიტორიაზე იყო გამოქვაბული, სადაც მამა დავითი ცხოვრობდა. თუ თავისთავად იქ ასწავლიდა ხალხს, ატარებდა სასწაულებს, კურნავდა, მაგრამ ამავდროულად რაღაც მტრებით გამოუჩნდნენ თბილისის ტერიტორიაზე სამწუხაროდ მამა დავითს. და დააბრალეს ესეთი რაღაცა, რომ ერთი მეძავი ქალი იყო ორსულად მამა დავითის. და ამ დროს გამოიყვანეს მამა დავითი და ნუ ხვდებით რაც მოხდა, იქ შეიკრიბა ხალხი და მოუწეს სასამართლო და ესეთი განაჩენის გამოტანა და მამა დავითმა თავის კვერთხი აიღო, ამ ორსულ ქალს ესე მიწაზე მიუკაკუნა და ესე დაიძახა თქვი ვინ არის შენი მშობელი, შენი მამაო. და უცებ არ საიდან ხალხმა ესე გაიგონა რაღაცა ხმა, რომ მამა იყო ვიღაცა მჭედელი. ეს რო გაიგო ხალხმა უკვე გაბრაზდნენ და აქ ორი ვერსია არსებობს ისტორიის. რა, ერთ ვერსიაში ქვების სროლა დაიწყეს, რუსთაველზე მოხდა ეგ ყველაფერი, დევანდარ რუსთაველზე. და იმდენი ქვა ესროლეს, რომ ეს ქალი ორსული ქვებს შორის დაუმარხია. მეორე ვერსია არის ესეთი, რომ მაგ რუსთაველის ტერიტორიაზე შემდეგ ამ ქალმა იმშობიარა და ბავშვი გაჩნდა ქვის. ფოტოჟურის ესეთი სასწაული ბუნებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. და იძახიან, რომ ეგ ბუნებრივი მოვლენა რაღაც ანომალია არის, ექიმიკაც იყვავს და გვეტყვის. რატო ხდება ეგეთი რაღაცა და ხდება თუ არა. ხო, ეჟოიეროში და მიგია, ნუ ხდება რა ეგეთი რაღაცა. მაგრამ ძალიან დიდი ანომალიაა და აი მილიარდ ხალხში ერთი და რაღაც ეგეთი. ხო და აქედან გამომდინარე იმ ადგილს დაარქვეს ქაშუეთი. ერთი არის, რომ ქაშუეთი ანუ ქვებს შუა არის ჩამარხული ეს ორსული ქალი, მეორე ვერსია არის, რომ ქვა შუა. ხო. მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მამა დავითმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ აღარ დარჩებოდა თბილისის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ სიცოცხლე ვერ გადაარჩინა. ერთ შემთხვევაში ბავშვის, მეორე შემთხვევაში ბავშვის და ქალის. მიატოვა თბილისი, თავისი მოსასხამი დააფინა მდინარე მტკვარზე, შედგა ზედ და მტკვარმა წაიყო. რაღაც ტერიტორიამდე მივიდა უდაბნოამდე, მერე გადმოვიდა თავის მოსწავლე ლუკიანესთან ერთად. და მერე ზუსტად არ ვიცით როგორ და რანაირად, მაგრამ ნუ თავისთავად ახლა მტკვრიდან ნახეთ 40 კილომეტრია სულ ჩამოვარდით და მოვიდა აქამდე და აქ გადაწყვიტა ხალხისგან დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც მტერი არ ეყოლებოდა და ვერავის ვერ შეუშლიდა ხელს, ასე ვთქვათ. დაიწყო თავის მონასტრის მშენებლობა. ხედავთ კიდეც რაც დაიწყო. მაგრამ აქ არ მთავრდება მამა დავითის სასწაულები და ისტორია გრძელდება შემდეგ ერთი ძალიან კაი ისტორია არის. просто ტაძარში ახლა წირვა იყო და ის ხატები ვერ განახეთ, თორე ის ხატებიც არ იყო. და უნიკალური ხატია, მე ან გუგლში ნახეთ, ან ტაძარში შედით და просто ისე დაიწყეთ ყურება და ის ხატი ისე ნახეთ. ერთი ისტორია არის ესეთი, აქ ცხოვრობდნენ მე ნელა ბერები დაემატა მამა დავითს და გამრავლდა და მონასტრად ჩამოყალიბდა აქაურობა. აქ არც წყალი იყო, არც სასმელი, არც საჭმელი, არაფერი და ირმები მოდიოდნენ და თავის რძეს აძლევდნენ ამ ირმებს. და იმ ირმებით გადარჩნენ ეს მამაურები და ჰა? არა რა მონადირე და ერთ დღეს არა. ერთ დღეს რომ მოვიდნენ ირმები, მამა დავით რაღაცა ეჭვი გაუშვა და გადათვალა ირმები და ერთ პატარა ირემი აკდა. ნუ ირემი შველი რა მოსწონდა. და მიხვდა მაშინვე რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ქართული ლეგენდის თანახმად რა ძალიან უცნაურია რელიგიის თანახმადაც. ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა დრაკონი. და მამა დავითი მიხვდა, რომ ამ ირმის დაკარგვა იყო დრაკონის დანაშაული. და აი დრაკონისაც სამჭრენ უდაბნოში, აი ქართლოსა რო ვერ ხედავს იმ უდაბნოში. მე თავი დავანებდი. იმ უდაბნოში იყო გამოქვაბული, სადაც ეს დრაკონი ბინადრობდა და ქვევით არის ხატი და ხატზეც არის გამოსახული დრაკონი. ამ ბინადრობის პერიოდში მიადგა მამა დავითი დრაკონთან ხატზე, ხო, არა დრაკონი წერია, შეგა საინტერესო. ხო და ნუ გველეშაპი დრაკონი იდეაში ერთ და იგივეა. ხო რა, ანუ ქართულად გველეშაპი უნდა იყოს. ხო და ანუ მამა დავითმა გადაწყვიტა მისულიყო დრაკონთან დალაპარაკებულიყო, განასაჩხუბრად და რაღაც დასალაპარაკებლად. მშვიდობიანად მივიდა და ისე შეეშინეს ბერებს, იქ არის რომ აღარ მოსწონს, მე მგონი ისევ ლუკიანე იყვან რომელიმე მოწაფე. რომ გული წაუვიდა და გონი დაკარგა. მამა დავითი რომ შევიდა გამოქვაბულში.
გველეშაპს მოგკითხა პასუხი და გველეშაპმა ესეთი რაღაცა უპასუხა, რომ ჩემი ბუნება ეგ არისო, მეო ჭამო, ვანგრევ, ბოროტებას ჩავდივარო. მამა დავითმა უთხრა, გასაგებია რა ხან შენი ბუნება ეგეთია, ესე იგი ღმერთისგან არის ეგ ბუნება მოცემულია და მე ღმერთის ნებას არ შევეწინააღმდეგებია. უბრალოდ თხოვა ესეთი რაღაცა, რომ მე შენ პირობას გაძლევ, იმიტომ რომ გველეშაპმა უკვე იცოდა მამა დავითს რომ დიდი ძალა ქონა და უფალთან კავშირი ქონა ასე ვთქვა და შეპირდა რომ შენ გამოდი გარეთ და მე შენ ხელს არ გახლებო, არ შეგეხები საერთოდ და მშვიდობენ, თუმცა ეს ტერიტორია მიატოვე და აქ დაგვითმე ეს ადგილი. ენდო გველეშაპი და როგორც კი გამოქვაბულიდან გამოვიდა, უცებ მამა დავითმა ესე ხმა გაიგონა ციდან, სავარაუდოდ უფლის დავითო. და როდესაც მოტრიალა და უცებ დიდი ელვა გაისმა და გველეშაპი მოკლა იქვე. ამ მომენტში მამა დავითი ცოტა განაწყენდა ღმერთზე, იმიტომ რომ მე ხო პირობა მივეციო და რატომ მოჰკალიო და ამ დროს ღმერთმა უპასუხა, რომ აქ თუ არა სხვაგანაც ძალიან ბევრ ბოროტ საქმეს ჩაიძენდაო. და მაგით მთავრდება უკანასკნელი გველეშაპის ამბავი საქართველოს ისტორიაში და სავარაუდოდ მსოფლიო ისტორიაში, იმიტომ რომ ეს ისტორია არის მე-6 საუკუნე და მე-6 საუკუნის პერიოდში არავის არა აქვს უკვე დრაკონი და გველეშაპი ისტორიაში რა, საქართველოს ვართ ბოლო. და ძალიან საინტერესო და მაგარი ფაქტია. მერე კიდე ერთი ისტორია არსებობს, ეგეც დავითის სასწაულების, აი გამოქვაბულების, აქ სადაც ზუსტად ამის უკან არის გამოქვაბული. ზოგი მამაოს ცრემლებს ეძახის, ზოგი მტირალა გამოქვაბულს ეძახის, სამწუხაროდ, პრინციპში შეგვიძლია ახლა უბრალოდ რო არა გვაქვს. და ეს რაღაცა მოხდა, რომ აქ რო აშენებდნენ გამოქვაბულებს, ერთ-ერთი ბერი შეწუხდა ძალიან, იმიტომ რომ შორიდან უწევდათ წყლის მოტანა. ზუსტად ესე აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს მიახლოებით დაახლოებით 15 კილომეტრიდან უწევდა წყლის მოტანა, სასმელი წყლის მოტანა. და ტირილი დაიწყო, რომ არ იყო საკმარისი წყალი, ძალიან რთული ცხოვრება იყო, საჭმელი არ იყო საკმარისი, წყლისთვის შორს უწევდა სიარული. და მამა დავითი შევიდა გამოქვაბულში, გადაწყვიტა დახმარება, ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა ეს ზუსტად დეტალებში არ მახსოვს, მაგრამ გადაწყვიტა დახმარება და რაღაცა დროის შემდეგ, როგორც ეს მამაო ტიროდა, ესე ცრემლებით კლდეზე დაიწყო ცრემლებად წვეთ-წვეთად ჩამოსვლა წყალმა და ქვევით პატარა აუზია, გროვდება ეს წყალი და დღესაც შედიან ხოლმე მომაოები და მაქედან იღებენ წყალს. და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რატო არის ქრისტიანებისთვის დავითგარეჯი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ლეგენდის თანახმად, ლეგენდა თუ ისტორია რა მნიშვნელობა აქვს თანახმად, სამჯერ დავითგარეჯში მოსვლა და ლოცვა იგივეა, რაც იერუსალიმში იგივე მადლია ჩვენი სულისთვისაც იერუსალიმში ერთხელ ჩახვიდე და ილოცე. ეგეც არის ესეთი ლეგენდა, როდესაც მამა დავითმა აქ დაიწყო მონასტრის აშენება, ესეთი რაღაც გადაწყვიტა, რომ იერუსალიმში უნდა ჩასულიყო და იქ ელოცა. ზუსტად არ ვიცი მიზეზი, მაგრამ სავარაუდოდ ამ კურთხევის აღება უნდა და რაღაც ეგეთი ამ ხელა მონასტრის მშენებლობისთვის. როდესაც მივიდა იერუსალიმში, რატომღაც შეშინდა ან მოერიდა და გადაწყვიტა რომ ვერ შევიდოდა იერუსალიმში. და იერუსალიმთან მახლობლად იქ სამი ქვა ნახა და ეს სამი ქვა აიყო და უბეში ჩაილაკა და გადაწყვიტა რომ ამ სამი ქვით დაბრუნებულიყო საქართველოში თავის მიწა წყალზე. უკვე თავისად მიიჩნეოდა, კი იყო სირიელი, მაგრამ მიწა-წყალად საქართველოს და დავითგარეჯი მიაჩნდა. და როდესაც მოდიოდა უკანაგზაზე, ამ დროს იქ ადგილობრივი ეპისკოპოს ესიზმრა ესეთი რაღაცა, რომ იყო მოსული ვიღაცა მამაო, ბერი და მთელი სიწმინდე რაც კი რამე იერუსალიმს ჰქონდა, წაართვა, მოპარა და წაიღო თან. და დაადევნა ჯარისკაცები გზაზე ეს მდევარი და რომ დაიჭირეს მამა დავითი დაუწყეს ჩხრეკვა, რა ქონდა თან? ქვები ქონდა კაცთან, მეტი არაფერი. ორი ქვა წაართეს და ერთი ქვა მამა დავითმა მოიპარა და ესე ჯაიდო ჯიბეში, აღარ მისცა. და იმ ერთი ქვით ჩამოვიდა, ანუ რაღაცა მესამედი მადლი იერუსალიმის ჩამოიტანა აქ, საქართველოში. მაგით არის ესეთი მნიშვნელოვანი, ამიტომ ვინ რამდენჯერ ხართ ნამყოფი აქ, იმის მიხედვით გადაწყდება თქვენი სულის ამბავი ასე ვთქვათ. ნუ ეს ისტორიის და ლეგენდის თანახმად. ეგ არის და ეგ თელი ისტორია. კიდე რაღაცა დამოვიწყდა, რაღაცა არის აქ მნიშვნელოვანი, მაგრამ კაი ბიჭი ხარ, გიო? შეკითხები თუ გაქვთ, გეტყვით კიდე. მაგარი ხარ.
დანარჩენი გესა. ნოვები ახავჩებით. ნოვები ეხონა. გაზა. მაგარ ჯონზია. მორია. სასაზღვრო ზონა. ყურადღებაო, სასაზღვრო ზონა. აჰა, ეს რო ნორმალური იყოს, აი ეგ ჩავიდოდა. გადი და ჯიქი მანგარაში ეხლა. ზურა! არ გინდა მაკეთკენ მოტრიალდი ესევე. მოდი უკან, მოდი. უკან მოდი, უკან. აი. ეს რა გაგძრა, აი? ეს რა გძრებ? მიეხმარე, რა ეყოფა ბიჭო? ო! თოგზე ხარ. უქსირი არ გამიფუჭო. ბიჭო, ნახე, აი, ჩაბი ხა, ჩაბი. საწამო მოკლე გზა ვიციო, აგე. კაი მოკლე გზა კაია, არა, ადგილიდან ვერ ვიძრებით. სწორზე ვდგავარ და ადგილიდან ვერ ვიძრებით. გიო მოკლე გზა იწიო. კაი მოკლე გზა კაია. კაროჩე რო ჩავალ სახში მე უნდა ვიკისო. გადარჩენის არა, ამარა ჯერ სადავარდე. ხილო ტალახი. მიყევი. სტილო. არ გინდა შენ ვაფშე გაზიკაც. რარი? კაცო. თუ გააგაზავ. აუც. ჭიდებს უკვე. ნელა, თოკი. სიოლის მაგალითად დაგუხურია, იმიტომ რომ გადადა. იმიტომ რა. გააჩეროთ მაგჩემის ამ ხრიშია. სიო ზური გააჩერე, ძმაო, გააჩერე. გავასწორებ მანქანას საკუთმერე. ის არის ტალახსებანოები ბიჭო. არა, ბიჭო, აბანოები ქვეყანა გზა გვაქვს კიდე. იქ გზა ჩაგვაქვს კიდე. იქ თხარეს არა. აქეთ ამ ფარეს მაგიდო. ჩაჭრილი არის და ხო. ძალას რომ უნდადეს ვერ ამოვა, მაგრამ აი იქ აგე აქ დარხეული აგე. თუ ჩავასრია რა. ხრეში რაღაცა აქვს. აქ სად არის ხრეში? რამდენი ხანია ხრეშია ხრეში? ჩაჭრილი აქეთ მის. ო და აი მან დაგვერხაჩო. აისაო. აბას, მიდი. მენა თხილამურებზე ვდგავარ, ჩემი გაი. ოვიარო რა დაფიფარება. მიდი ხო, აბა მიდი. ბიჭო, მიყევი თქო, მიყევი. მანას ვაპირებ, ჯერ გამჭიმოს. ჯერ ვაპირებო კიდე. აუ, არა, მეც უკუმა ჩამიბია ჩემი გაი. იქ წყალი იყო და არა ბიჭო, არა. არა, გამატრებს, ნელა წავაყო. გაგათრევს, მაგრამ. არა, ბიჭო, არა, გააჩერე. უკავნა ჩავიდეთ როგორ. ხო, ზადნი, ნელა. მიდი. მოიცა, შენ გაჩერდი, ერთ წამი გაჩერდი. რო დაიწყებს ის გაწევას მერე.
ცხვირს ჩაუგდებს ხო და აბა რანაირად თქვნა სხვანაირად აქ დაბალია მაგრამ მე ნელა აიღე ჩო რა გიჟები ვართ ჩემი კაი აი რა გიჟები ვართ ჩემი კაი იგი თავად გიჟა მოდი ხა მოდი სამახი მოდი ხო და აი ორიეთ წაერხეთ პირქვე უნდა ვიცინო აი და ვიჭე ჩემი კაი არა გაუყარე ის თუ გაჩერდა დაგვერხა გაუყარე გაყრილი მაქვს ბოლომდე მოხდა აბა ავალო არ მეგონა მიდი არაფერს სიო არ ვერაფერს ვეღარისა დაგვერხა ეს რა იყო ვეღარ წავხედა ვერაფერს სადავა სიო გააჩერე ჩემი კაი ეს რა იყო დაბა ვიმსაუბრე ძმაო მოიცადე იმას ნუღარდა ჩოტკებს ნუღარდა ჩემი გადმოიღე რამე კარტა და გაწმინდე ცოტა მოდი წინ აკაც გამოქვაბულები რა ხდება დაიცა მიდი არაფერი არ ხდება დაუაი გაუყარე გიო უნდა ვიჯო არ დადის ისე ქვიანი არის რა გინდა ეხლა აქ აღარ უნდა სად მიდიხარ ჯო წავიდა მიდი სადა ჩერდები ხეშიანია ვიღაც ის იმაში ბანაკში მოვა ო ეგრე უნდა გიო მე მიყურე მოდი მოდი გაწიე ცოტა მანქანა ნელა გატოვა მოდი იქით აიღე გაბარიტებში მეტე ვის იქით აიღე ცოტა ჩემი წაი განიერი ყოფილა რუბაზე მაგნასიოლა აიგრე უნდა მოხვიდი აგე აკეთ ზურა აიგრე მოდი კარგად ხარ მოდი ჩემი კაი ნელა გამხელა ჩემი კაი იქით
არა, რული გაასწორე და ეგრე უნდა ამოჭრა, გაასწორე. აი ეგრე, მოდი. არა, წადი უკან ახლიდან, უნდა ამოჭრა, თუ ამოჭრი, თუ არა და დავაბათ. სიო. დავაი. მოიცა ერთ წამ. ეს ხეები მაინც მოგარიდო. არა, გიო, გაჩერდი. გესმის? იმით ეჯახები, შიტოკით ეჯახები, დაჟე დუგითაც არა, შიტოკით, უნდა დაგაბას. აი იქიდან შემოვიყვან იმას, გაჩერდი. ეს ჩაჯდა. დაჟე ეს 42-ებზე არის და აქ შემოსვლა ცადა მოუტრიალებია და თითქმის მუხლის სიმაღლეზე ჭრის. ანუ ქვიშიანი არის და იძირება ეგრევე თვითონაც რა. ეხლა მოტრიალდება იქ და დავაბათ და გამოვწევთ. დავაი. წაიღე ნელა. მიდი. დავაი, გაიჭიმა. მიდი გაგიყვანოს კაცო. სიო. კაი ჰო! მაგრად ცურავს საბურავი. აი ის როგორ ჩამოვა, არ ვიცი. ჯერ ეხა ეს გამოვა. და თუ რამეა მე გამოიბავს და წამოიღებს რა. აჰა. ბაი ხა ეს. აუ. ნახოთ ახლა გიორგის მასტერ კლასი. იმედი არ ჩავარდება. არიცი, ნადირი ხარ. იმასთან შედარებით ეს უფრო განიერია. წეღარო გადმოვედი. ხო. არეტევა იმენა ჯერ. სხვაგან ვერ წავა, ვერა. იმენა ზუსტად ეტევი, ჩემი კაცო. ხო, ეშინოდა. წავედი. კიდე ჩავვარდით. გიო აბა მოდი წინ. მოდი აბა. არა, ვსიო.
Давай! ნახე რა კაია. თის არწივი არის. დეტალახი გინდა. აჰა, აი იქ მოვედით, ეხა ისეთი ამბავი არის, რომ აქ ამ მანქანით აზრი არ აქვს. უნდა გავტრიალდეთ უკან. ეს არის დალის წყალსაცავი. რავი, მაპზე ეგრე იყო. მოვედით. დინარე იორით არის შევსეული. მოკლა. შეგიძლია დავბუდი. სისინეს ბიჭო. ისისინოს მე. მოგიტრია. რა კაცია. უდაქნა მარა. რატო? რო გაეგოთ შხამიანი იყო თუ არა. ხო. ბიჭო თავს იკვდარუნებს თქო თავს. ამას ეხა ჩვენზე ძალიან ეშინია. ჩვენზე ძალიან რა? ჩვენზე ძალიან. არ გეძგე. აუჩე ტრექშენი გონი. ნახად ვერ მგიშო ელა. ტრექშენა კაცი ხარ. ბიჭო რა მაგარია, ჩემი კაი. აი ნახე როგორი ფერებია. ამას ფერები, ამას ფერები. ნახე ბიჭო. შეხედე რა მაგარია. მოდი, კარგად მოდიხარ. არა. კარგად მოდიხარ, მოდი. მოიცა ერთ წამი, მოიცა. ეს ძალიან წვეტიანი არის ეს ჩემის. მოდი. მოდი. აიღე ახლა, აიღე. გაჩერდი. დაატრიალე და უკან მიდი ცოტა. დაატრიალე და უკან. აიღე და ისე. აეგრე. მიდი. აი. მოდი, კაია. მოდი, всё, გამოხვედი. აიღე და მოდი. აქეთ. აიგე. სწორედ მოდი ახლა, სწორედ მოდი. არაფერი არ გინდა, მოდი, არ გინდა, არა გამოიწია. მოდი, აქეთ აიღე და გამოხვედი. всё. აი, მოდი. აჰა. ყველაფერთან ერთად საბურავი გადახდა ბორტიდან. თან რატო არ ვიცი? ვიდეგი და დაწარი გადახტარი. დაჭრილი ხო არა ასად. განც მაგას ყოდილეს გავიწი. მიდი ფიცარი მოიტანი და ავწიოთ ახლა. ფიცარი მომწე სათავი. მე ნადირი ხარ ზურა. ბიჭო კარობკაში არ ჩაიყაროს და ისა ტალახი ზური აუჩე თუ ატალახი გორფონდის იმით დავარ.
ერთი იოსტონა ტალახი გაქვს უეჭველი. აი ეხა მაგის გამსუფთავებელი სულ მაინც არ ახარ. წამო იმას მივეხმაროთ. ოღონდ მე ის ზაპასკა ისევ ქვეშ უნდა შევაგდო. საშიტო კიდან წევს ბიჭო, თუ რასაკეთე? აქ საბუქსირე მან, თუ სას. რა მიდან? რა მოუარა მოგა? არც არაფერი. ამირან ხო არაქშია ძმა? შია აღარა გამახსევინ არქინა. დავიკარგეთ. საბურავი გადა, მიდი რა შევხედო, მიდი. კარგადაა დადებული. მე რა ვიცი, მანდარა ხარ. მე რა ვხედავ. კაია, მიდის. რა მუდენია. ზური, რატო ასუფთავებ ძმა? ო დავაკეთე. არა, მართლა. აი ფაცევა დავუთა. ვიღაცას რამე არ ეგონოს, არა. ჩემი კაი. საბურავი არის, ძალიან მძიმე და მაგიტო ვერ ვაგდებთ პიკაპზე. აჰა, კიდე დაგვეშვა საბურავი. ეს გაბერავს ვაფშე ეჩი. თან ერთ პორშინიანი არის, ვერ გაბერავს. ბერავს. ბერავს. არა. ზური, როგორია ძმა ოფროუდი? კაია? აგარ ტესტი. იძმა, ამხელა რაღაცას რო ათრევ. აჰა, ვერ გამოვახციეთ იმენა კიდე რა, ახლა საწვავი გაგვითავდა. ამ საბურავს ვამატებ, იქითკენ იშვებს და ეხლა გავუბერე, 3-ზე გავუბერე. ამასაც კარგად დაუბერავთ. საწვავსაც ჩავასხავთ და რავი, იმედია ჩავახცეთ. აჰა. დავაი, ეხლა ამაში ჩავასხავთ. ტალახის გორგანში ვასხავთ ბენზინს, ჩემი ნახე. არ არის გორგანეგე შავი ჩან. გიო. იმენა სურათი გადაგიღე მაგრამ, ხო, აბა რა. აჰა, აი ახლა. ვაშლოვანში მივდიოდი და მაგარ უბანში ამოვყავით თავი. ბათუმში გავიჭირე. რა ლამაზადა. ბათუმში ვარ დივენაც. ხელი გაჭკეპილი დრას აქვს. სადა ვარ მართლა. ახე რა მაგარი ადგილია. გონიჩი, ამირა გაიხუძე ვიდეო რაღაც ცივილიზაცია და ვაშლოლის მე ესეთ ქალაქს ვარ არ ველოდი. გავიჩიტეთ საქართველოში ისე. და რუსთაველის ქუჩაზე ვარ ძმა, ისე გია. ბიჭები, მელა ეხლა ვაშლოვანში მივდიოდით ბიჭები და სადა ვარ, აბა ვინ მიხდება. არემ ესეც ჩავსვათ ვიდეოში. აბა, ესეთი რამე გინახიათ, აბა. ვაშლოვანში ვარ. კი. ქურციკმა გადაგვირვინა ეხლა და ეს ქურციკის ხორცი არის. არა, ანკესი რომ უნდა წამომეღო, იმის თევზავე და დავიჭირე თევზავე. მე ხო კიდე უცებ სახელდახელოთ